და მამისათა და ძისათა და სულისა წმინდსათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მოგეხსენებათ რომ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული გრძელდება ხვალის ჩათვლით. დღეს არის აგერ ნათლისღების შემდგომი კვირა და კიდევ ერთხელ შევთხოვოთ და მადლობა უფალს და იმისათვის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავხვალ და ღირსნი იმისა რომ ერთად შევგებებოდით ერთად გესასწაულა და გაგვიეძებინა კიდევ ერთხელ თუ რამხელა მოლნასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც არის რომ დედა ეკლესია სწორედ შესაბამისი საგალობლებით განადიდებს და პატივს მიაგებს დღევანდელ დღეს. დღეს დაბადებული განათლდებიან დღეს ყოველი იხარებენ ზესსა და ქვეყანისანი. ერთბამბად ანგელოზი და კაცნი ურთიერთას სამე თუ სადაცა უკვე მოვალს მეუფე მუნწესნიცა. მივისწრაფოთ უკვე იორდანეთ და ვიხილოთ ყოველთა იოანე ვითარ ნათელს ცემს თავსა ხელით უქმნელსა და უცოდველსა. ამისთვისა მოციქულსა ხმისა გალობდეთ და ერთხმობით ღალატობდეთ. გამოჩნდა მადლი ღვთისაი მაცხოვრად ყოველთა კაცსა, რომელი განგვანათლებს და მოგცემს მორწმუნეთა დიდსა წყალობასა. როგორც გიგითხენ, მსგავსია შინაარსის შინაარსის მთელი ეს საკითხავები მიძღვნილი აი ამ დღესასწაულისადმი და მართლაც ეს თავისი არსით არის უდიდესი მოვლენა, რომელიც რა თქმა უნდა მიმართულია სწორედ და ემსახურება ღვთის განგებულებას და მიმართულია კაცობრიობის ადამიანის გამოხსნის აი ამ საუფლო გზაზე. და ბუნებრივად შეიძლება კითხვა რომ უფალს რომელსაც არანაირი ცოდვა არ ქონდა რატომ დაჭირდა რატომ აღასრულა მან აი ეს რომ მონათულიყო იორდანეს წყალში. უფალი მოვიდა იორდანეზე და მოინათლა იონესაგან ამას ბრძანეს წმინდა ეპიფანე კვიპრელი, მაგრამ არა იმიტომ რომ ამ გამბანოს საჭიროებდა, არამედ იმისათვის რომ ბოლომდე აღესრულებინა ის ყოველი რაც ახასიათებდა მის მიერ მიღებულ კაცობრიობის ბუნებას და რათა ეჩვენებინა რომ ჭეშმარიტად ჰქონდა ხორცში შესხმული და ჭეშმარიტი კაცი იყო. მას არ სურდა დაერღვია სავალდებულო ჯული და იოანეს უპასუხა ესეთ ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე. ამ მიზეზით ჩავიდა იგი წყალში, მაგრამ ისე რომ მას შეუდარებლად მეტი მიანიჭა ვიდრე თავად მიიღებდა, რადგან მას არაფერი ესაჭიროებოდა თავისი ნათლით წყალი განანათლა და განსაკუთრებული ძალა მიანიჭა, რითაც მორწმუნეები, რომლებიც მოინათლებიან, შეიმოსებენ ამ ძალას და მისი ნათლით განათლდებიან. ესე იგი, აი უფალმა თავისი უწმიდესი სხეულის შეხებით განწმიდა, განაახლა, შეცვალა წყლის როგორც ერთ-ერთი სტიქიონის ბუნება და ამით საფუძველი ჩაუყარა ნათლისღების უდიდეს საიდუმლოს, რომლის გარშე შეუძლებელია რომ ადამიანი ფიქრობს ხონებაზეც კი. რატომ? იმიტომ რომ ნათლობას შედეგად სწორედ ადამიანს ეღება ეკლესიის კარი და აი ნათლობის შედეგად მას ეძლევა იმისი უფლება რომ შეაბიძოს ეკლესიაში და აღირაცხოს როგორც ერთ-ერთი ეკლესიის წიაღში და აღირაცხოს ასევე სიცოცხლის წიგნში. გარდა ამისა, ეს თავისი არსით მეცნიერად გითხარით უდიდესი საიდუმლოება, რატომ? იმიტომ რომ ამ დროს ხდება ადამიანის სულიერი შობა, სულიერი განახლება, აღმოდაბადება, ძველ ქართულად ესე გამოითქმის. იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ყველა ადამიანი აი ჩვილი ბავშვიც კი რო იბადება და მას უკვე მიუხედავად ამისა რომ მას შეგნებული ცოდვა არ აქვს ჩადენილი, მას უკვე თანს დევს, მემკვიდრეობითად მოსდევს ადამიანის მიერ ცოდვა. ესე როცა ადამი დაეცა 64-ში, იცით თქვენ რომ ამით დაირღვა ღვთაებრივი წესრიგი, თუ კი ის იყო მანავე უხრწრელი უკვდავი, გახსნა ხრწნადი, მოკვდავი, ესე იგი დაზიანდა ადამიანური ბუნება და სწორედ აი ეს ცოდვა მოყვება ადამიანის მემკვიდრეობითად. და უფრო მეტიც თუ კი დიდი ადამიანი ინათლება, იმხელა მადლი ეს რომ ადამიანი მას აღადგენს იმ პირველ პატივში, რა პატივშიც იყო ცოდვით დაცემამდე. ამიტომ არის რომ ოდითგანვე როდესაც დადგინდა ეს საიდუმლოება, ჩვენ თუ გადავხედა საქმე მოციქულთა საქმეებს, ნახავთ იქ რომ ოჯახები ინათლებოდნენ რა თქმა უნდა ბავშვებთან ერთად. ამიტომ როცა დაებადება ბავშვი, უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ეკლესიის მიერ განჩინებულ დროებში მოინათლოს და არ დააგდეს აი ამ მადლს, ამ ნიცს. იმიტომ როგორც მშობელი, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა მშობელს დამოკიდებული, განსაკუთრებით პასუხი მოგეთხოვება შვილის სულიერ აღზრდაზეც. აგერ გუშინ რატომ უსამართლოს ხას, რომ აგერ გუშინ წინ იყო პარასკევს წმინდა გრიგოლ ნოსელის ხსენება, იმის წინ ხუთშაბათს იყო მისი ძმის პეტრე სევასტიელის ხსენება, ხოლო 14 იანვარს კი იყო ბასილე დიდის. აი წარმოიდგინეთ რომ ამ ოჯახში 10 დედმამიშველი იყო და აქედან 5 გამოვიდა წმინდანი. აი ამ ხელა მნიშვნელობა აქვს მშობლების მხრიდან შვილების აღზრდას და მათზე სულიერ ზრუნვას. ასევე როდესაც ჩვენი საუკეთესო მაგალითად უნდა ვეცადოთ ყველაფერს იმისათვის რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთოთ
რომ ჩვენი შვილები აღიზარდრონ უფრო მეტად სულიერად. Რა თქმა უნდა, მატერიალის კარგია ამ კუთხით ზრუნვა, მაგრამ რასაც ადამიანი დღეს აკეთებს, შვილების მიმართ იმის ნახევარს ან მესამეს ვაკეთებდეს სულიერი კუთხით უფრო განსხვავებული მდგომარეობა და შედეგებიც სხვანაირი იქნებოდა. და გარდა ამისა, იცით თქვენ ნათლობის დროს ასევე უფლის მიერ ადამიანს მიევლინება მფარველი ანგელოზი, რომელიც ყოველთვის იცავს და მას ხილული თუ ხილავი მტრებისაგან ბრძოლაში და ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს გამოუწია საკუთარ თავზე მართლაც აი ეს მფარველობა, იმიტომ რომ უხილავი ძალის მფარველობა, იმიტომ რომ იმ სიტუაციიდან გამოსვლა დღევანდელი გამოსახით შეიძლება რთული ყოფილიყოს. და სწორედ აი ამ საიდუმლოს აღსრულების ამიტომ ენება უფალმა ეს საიდუმლო აღესრულებინა და ეწესებინა რომ ყველა ადამიანს ქონდა საშუალება რომ გახდორიყო სრულყოფილი ქრისტიანი, იმიტომ რომ თუმცა უნდა ითქვას ის რომ ნათლობა ეს არნიშნავს იმას რომ ადამიანი უკვე სრულყოფილი ქრისტიანია, მას როგორც უკვე გითხარით, მას ეძლევა საშუალება შეაბიძოს ეკლესიაში და გახდეს თანაზე სხვა საიდუმლოებებს, როგორც არის ნათლისღება, სინამდვილის საიდუმლოება, ზიარების საიდუმლოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და პირველი რაც უფალმა მოიმოქმედა სწორედ აი ამ უდიდესი მოვლენის შემდეგ იყო ის, რომ ის უკვე გამოდის ამ ქვეყნის სარბიელზე და იწყებს თავის ამ ქვეყნიერ მოღვაწეობას. მიერიდან იწყო იესო ქადაგება, როგორც ამას გვამცნობს დღეს საკითხული სახარება და ის სიტყვები, რაც ყველაზე მეტად ალბათ უფრო შთამბეჭდავია და გულში ჩამწვდომი და უნდა აქცენტებს ყურადღებას და ყოველთვის უნდა ახსოვდეს ადამიანს, ეს არის შემდეგი სახარების სიტყვები, რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებული არ სასופველი ცათა. ეს არის სწორედ ის სიტყვები, რომლებიც აქტუალურია დღესაც და ასე იქნება ვიდრე ეს კაცობრიობა იარსებებს, იმიტომ რომ ჭეშმარიტი სინამდვილის გარშე შეუძლებელია რომ ადამიანი ცხონდეს. და იმიტომ რომ თან უფლის მცდებას იცით რომ არანაირი დრო ვითარება ვერაფერს ვერ შეცვლის და ამის შეცვლისუფლება არავის არ აქვს. ასე ხაზახს ზარებს პავლე მოციქული ებრაელთა ეპისტოლეში იესო ქრისტე გულში დღეს და იგივე თავად იარს უგუნისამდე. და ჭეშმარიტი სინამდვილე არის სწორედ ის გზა, რომელსაც ადამიანი მიყავს პირდაპირ უფალთან. ამიტომაც დაიწყო თავის ქადაგება იესო ქრისტემ აი მოწოდებით, მაგრამ იმისაც რომ სინამდვილეობა სასופველის კარგად მიიყვანს ადამიანი, მოგეთხოვება პირველ რიგში საკუთარ ცოდვებზე გლოვა, გამოსწორების სურვილი და უწინდელი ცხოვრების შეცვლა, ქრისტეს რწმენა და მისი გულმოწყალების იმედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესე იგი, ვისაც არ გააჩნია ჭეშმარიტი სინამდვილე ბუნებრივია ვერ აცნობიერებს თავის აი ცოდვის მდგომარეობას, ცოდვის სიმძიმეს და ამით გამოწვეულ შედეგებს. არ შეუძლია ღვთისმშობლზე დამნაშავედ და უღისად აღიროს თავისი თავი და ასე დროს, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ სინამდვილეზე მწუხარებაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგან ატარებს მხოლოდ რაღაცა გარეგულ ფორმალურ ხასიათს. სწორედ ამას უსვამს ხალხს წმინდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში. რამე თუ ღმრთისა მიერ იგი მწუხარება სინამდვილისა ცხოვრებისასა შეუნარებელსა შეიქმს. ესე იგი, წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სწორედ სინამდვილს. ხოლო სოფლის ამის მწუხარება, ესე გამქვეყნებული წუხილი კი სიკვდილის შეიქმს, საწინააღმდეგო სიკვდილისა. პირველი რასაც უფალი ჩვენგან ითხოვს, როგორც ვთქვი, მოგახსენებთ, ეს არის გამოსწორების სურვილი და ძველი ცოდვილი ცხოვრების მიტოვება, რაც ჯერ კიდევ უძველეს დროში გვამცნო წინასწარმეტყველი ეზეკიელის პირით. როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისაგან და სამართალს და სიმართლეს იქმს, ამის გამო გადარჩება. და მარტოოდენ სიტყვიერი სინამდვილე გამოსწორების კიცე გაწყდების გარეშე ადამიანის სხვა არაფერია თუ არა მარტო მარდიული სასჯელის მომტანი. უფრო მეტიც მაცხოვრებისადმი რწმენისა და მისი გულმოწყალების იმედის გარეშე სინამდვილს შეუძლია რომ სული სასწაულკითხილების გამო დაღუპოს და რატომ? იმიტომ რომ მას უკვე არანაირ ნუგეში აღარ რჩება და რაც დაემართა იუდას, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მას როდესაც გააცნობიერა თუ რა მოიმოქმედა პირდაპირ სახარებაში მივიდა მღვდელმოძღვრებთან, ეს 30 ვერცხლი მიუბრუნდა უკან, შეინანაო წერია სახარებაში, მაგრამ მას დააკდა ერთი რა, რომ მისულიყო უფალთა და ეთხოვა შენდობა. და უფრო მეტიც უფალმა ბოლომდე ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ იქნება ეს გონზე მოსულიყო და იცით თქვენ გარდამოცება და არსებობს არღავანზე ხეს რომელსაც ჩამოიგდა თავს ირჩევდა რამოდენიმეჯერ ჩამოწდა და თუ ჩამოწდა ეს თოთი და ამით ჰქონდა შანსი იმისა რომ კიდევ ერთხელ გონს მოსულიყო, მაგრამ რატოღაც მან გააკეთა ის არჩევანს მას გააკეთა და საბოლოოდ წარწმდა სული. იმიტომ რომ მას უკვე ღვთის გულმოწყალების იმედი უკვე აღარ ჰქონდა.
ამ დროს პირიქით ადამიანს ყოველთვის უნდა კონდეს რაოდენ ძიმე ცოდებს არ უნდა ქონდეს ჩადელი უფლის იმედი და თუ კი ის შეინაროლო იქნება ჭეშმარიტი და რა თქმა უნდა მთელი თავისი შინაგანი არსებიდან წამოსული არსებობს ღმერთმა ეს დატოვოს ყურადღების მიღმა და საქმე მოციქულთათვის სწორედ ამას უასხავს წმინდა პეტრე მოციქული ვისაც წამს იგი მიიღებს ცოდათა მიტევებას მისი იმედი და ეს იმედი ყოველთვის უნდა ქონდეს ადამიანს ასე რომ როგორც გითხარით გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ამის არაერთი მაგალითი არსებობს ამიტომ ხშირად გვიყვარს ხოლმე ჩვენ იმაზე გამოხილება რომ უნდა ყოველდღე გკითხულობდე ჩვენ აი წმინდათა ცხოვრებას და იქ ვნახავთ რომ ყველანაირი მაგალითია იქ განხილული და მოყვანილი იმიტომ რომ ერთი მინდა მოიყვანო აგერ ბარბარ ავაზაკ ყოფილი იყო ესეთი წმინდანი არის რომელიც ავაზაკი იყო მთელი თავის ცხოვრება ყაჩაღობდა ძარცვადა ადამიანებს კლავდა კიდევაც ერთადაც როდესაც ზის და ნაძვარს გამოქვაბულში ესე იგი ითვლის უცბად მას დაეწყება სინდისის ქენჯნა და წარმოგიდგენთ თვალწინის თავის განვლით ცხოვრება და ჩავარდება სინანულში და პირველ რიგში გააკეთებს ამ ყველაფერს დატოვებს იქვე მივა იქვე სოფელში ცხოვრება მღვდელთან ეტყვის აღსარებას და სთხოვს დახმარებას და მღვდელი თავის სახლში გამოუყოს მას საცხოვრებელ ფარს მაგრამ ნახეთ რა საინტერესო მის ცხოვრება რომ ის კი არ დარჩება იმ ოთახში არამედ საღორეში ღორებთან ერთად ცხოვრობს და მათთვის განკუთვნილ საჭმელს ჭამს და შემდეგ როდესაც ესე ცოტა სულიერებაში უფრო მომაგრდება გადის 12 წელი მოაწოვოს მარტოდ უღრანტყეში და გარკვეული წლების შემდეგ მიიღებს მას იგრძნობს აი ღვთის მადლს და ნიშანს რომ მას უფალმა მიუტევა აი ეს ცოდვანი რატო და იგივე შეიძლება ითქვას მოსე შავზე იგივე შეიძლება ითქვას მარიამ მეგვიტელზე და სხვადასხვა მაგალითებს მოყვანა შეიძლება რატომ მინდოდა ამას სხვას გამესვა რომ აი როგორც რან გითხარით არ შეიძლება არაფრის ძდებთ არ უნდა ჩავარდეთ ჩვენ უიმედოებას სასწრაფოებებს ყოველთვის უნდა ქონდეს ღმერთის იმედი იმიტომ რომ ისაც ჩვენ გვერდჩენება შეუძლებელად უფლის მიერ არის შესაძლებელი და თავი რომ ადამიანმა არ დაამთავროს თავი ასე თვითმკვლელობით ან არ იყოს ღვთის გუბეველობაში და ასე არ გავიდეს სამცხოვრებიდან და იმიტომ რომ სინანულ ჭეშმარიტ სინანულს ყველაფრის მოტანა შეუულია და იგივე აი წმინდანების მაგალითს რაც მე გვეთქვენ მოგახსენეთ ამიტომ ყველაფერი რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენთაგანზე არის დამოკიდებული და ეს ყველაფერიც იგივე დღესწაულების აქამდე აი ეს ამის აღნიშვნა ასე თქვი თითოეული წმინდანის ხსენება და სხვა მოვლენები რომელსაც დღეს დედა ეკლესია განსაკუთრებულად პატივს მიაგებს არის სწორედ იმისათვის რომ ჩვენ აი ამ ყველაფერს გააზრებით გათვალისწინებით ჩვენ გაგვიადვილეს სულიერი ცხოვრება და აი ამ სულიერ გზაზე სიარული და მეც დავიწყე ასე ვინდა დავამთავრო რომ მადლობა უფალს როგორც შეიძლება რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ მადლიერება არ გამოხატო ადამიანო უფლის მიმართ და ამიტომაც ბრძანებს პავლე მოციქული ყოველთვის ყველაფრისათვის უნდა მადლობოთ უფალს ეს იქნება გასაჭირი ეს იქნება ხინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს ყველა უფლისების გარეშე არაფერი არ ხდება და უფალებს ბრძანებს სახარებაში პირდაპირ ერთით იმის ღერიც კი არ ჩამოვარდებაო ჩემი ნების გარეშეო ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვართ სწორედ უფლის აი განსაკუთრებული ფარველობის ქვეშ და ყველაფერი საკუთარ აი შინაგან ადამიანზე დამოკიდებული როგორ შეუძლოთ განვიცდოთ შინაგანი მხარე იმიტომ რომ გარეგულად ასე გითხოვს რომ შეიძლება ადამიანმა ისე იცხოვრო რომ წირვალოსოს არასცენ და ეზიარებოდე აღსარებას ამბობდე მოწყალებასაც გასცემდე მაგრამ შინაგანაც უცხო ადამიანი იყოს ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა უიმედოდ არ დავიყოთ სისოდით ეკითხებია რომ უფალიო შეიწირავს თუ არაო 3 წლის სინანულსო და ნახე რას პასუხობს ეს დიდმამა იმდენად გულმოწყალე უფალიო რომ თუ კი ის დაინახავს რომ მართლაც ადამიანი არის განცდებში და სინანულში 3 დღის სინანულსაც კი ის შეიწირავს ამდენად გულმოწყალეა უფალი და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკვე ასპარეზი ჩვენ ხელთ არის ჩვენზეა დამოკიდებული იმიტომ ძალად უფალი ვერ ერაცხონებს და ყველა ადამიანს ამის რესურსი ამის შესაძლებლობა რომ იზრუნოს საკუთარი თავის ხონობა და საკუთარი სულის გადარჩენაზე და ღმერთმა მოგცეს ამის ძალა და ამისი უნარი ყველას დაროსული ყოფილიყავთ გახარებულები გილოცავთ კიდევ ერთხელ ღმერთმა აი ამ დღის მადლი წყალობა და სიხარული არ მოგაგლოთ თითოეულ თქვენთაგანზე თქვენ ოჯახებიდან სრულიად საქართველოს რაც შეეხება